შენთან არ მოვა და არ გადაგარჩენს. შენ თავი უნდა გადაიჩინო შენ თვითონ. მოგესალმებით, საჯარო გაშლა იყო სახელწოდებით. რა ენერგიებში ტრიალებთ ამჟამად თქვენ? თქვენი ენერგია ემსახურება სიყვარულის ტკივილს, რომელსაც გადიხართ და როგორც უკვე აღნიშნე, არავინ არ გადაგარჩენთ თქვენ თავად თუ არ გადაიჩენთ თქვენ თავს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ხედავს, რომ თქვენ არ გიყვართ თქვენი თავი, ისიც ცდილობს რომ ნაკლებად და უფრო მეტად არასტაბილურად მოიქცეს, ვიდრე ეს უნდა გაითავისოს და თითქოს ამ ეტაპზე თქვენ ტრიალებთ ენერგიებში, სადაც თქვენ თავის საუკეთესო ვერსიისკენ მიდიხართ და მიბრძანდებით, მაგრამ აი ამ გზაზე ძალიან დიდი რესურსის ჩადება გიწევთ ყოველდღიურად და ტკივილის და რაღაცა განცდის და შფოთვის და ამ ყველაფრის ატანა ერთდროულად. თუმცა თქვენი ენერგია ემსახურება იმას, რომ ეხლა რა ენერგიებში ხართ, შემდეგში უკეთეს ენერგიებში იქნებით და თითქოს ურთიერთკავშირში ხართ ერთმანეთთან, რომ იგრძნო უკეთესობა, იგრძნო კარგად ყოფნა, იგრძნო ის, რომ ეხლა თუ შენ კარგად დისციპლინირებულად იმუშავებ, მომავალში უკეთესი ენერგიები მიიზიდო, ანუ ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. უბრალოდ თითქოს თქვენი ენერგიები როგორ არის, იცით, რომ აი პრაქტიკაში არ იყენებთ თქვენ ცოდნას, საკმაოდ იცით, როგორ მოიქცეთ, როგორ წარმართოთ, მაგრამ აი პრაქტიკაში არ იყენებთ თქვენ ცოდნას, თითქოს მუდმივი ჯახი გაქვთ თქვენთან, რომ აი ახლა მე თუ აი ამ ადამიანს ასე ვაწყენინებ, ხო ვიცი რომ ეს ცუდია ჩემი თავისთვის, მაგრამ ოკეი რა, მე ანუ არა, შენ არ ხარ, შენ ყველაზე მეტად შენ ხარ, როცა შენ და თავი გაითავისო და შენი თავი შეისწავლო. შენ ყველაზე მეტად შენი თავი ხარ, როცა შეგიძლია რომ ამ ყველაფერზე დაფიქრდე, თვალები დახუჭო და უბრალოდ შენი თავის საუკეთესო ვერსია გახდე, მაშინ როცა შენ გჭირდება რომ იყო ეს, რომ შენი თავის საუკეთესო ვერსია გახდე. აი ამ ფონდ ვერაფერს ვერ გახვალ. ხათრი არის, მე ყოველთვის გეუბნები ძალადობა შენ თავთან. შენ თუ ხათრს ნებისმიერ ადამიანს ვერ გაუტეხ და შენ თუ ყოველთვის იქნები ხათრიანი, შენ ვერასდროს ვერ იქნები წარმატებული. ანუ მაქსიმალურად უბრალოდ ყოველთვის იყო უკან, წასული უკან და ვერასდროს წინ. ვერ დაბრუნდა, იმიტომ რომ ხო ამ ენერგიებით კი ფონს გახვალ, რომ ხვალ და ზე კარგად იქნები, მაგრამ ეგ იგივეა რომ არ იმუშაო შენ თავზე, ანუ საწვავი არ ჩაასხა მანქანაში და მანქანა რამდენიმე კილომეტრს რო გაივლის, ვეღარ გაივლის. თუ შენ საწვავს არ ჩაასხა, თუ შენ თავზე არ იმუშავებ, ვერაფერს ვერ გახვალ ფონს და საბოლოო ჯამში დარჩები როგორც პაჟი, რომელმაც არაფერი არ ისწავლა ცხოვრებისგან. უნდა იყოს შენ დედოფალი, ან მეფე, ან იმპერატრიც, ან იმპერატორი. შენ ამ ცხოვრებაში იმიტომ მოხვედი, რომ იყო შენი თავის საუკეთესო ვერსია. სხვებს არასდროს არ უნდა შეედარო. ის არ უნდა თქვა, რომ სხვას რატო აქვს, ანუ არა. პირიქით, შენს უნდა გქონდეს მოტივი, რომ მეც მექნება უფრო მეტი. მეც მექნება უფრო მეტი კი არა, ჩემი თავისთვის უფრო მეტი ვიდრე ახლა მაგ. სხვას კი არა. ნუ ეჯიბრებით სხვებს, ნუ გაეჯიბრ, ნუ გახადეთ ეს ცხოვრება რაღაცნაირად მორბენალი, რაღაცა ეს რბოლა, ეს არის ცხოვრება, სადაც შენ თვითონ უნდა ისწავლო, შენ თვითონ უნდა გამოხვიდე მდგომარეობიდან. შენ თუ არ გამოხვალ მდგომარეობიდან, ვერავინ ვერ გამოგიყვანს ამ ფონიდან. მადლობა ყურადღებისთვის.